ზირაკი სიტყვებია. სანამ იტყოდე დაფიქრდი, სანამ გაგსიმრთელე იზრუნე მასეო. ხოდა როგორ ვიზრუნოთ ჯანსაღეზე, ხო? მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ 70% წყალი ვართ და ჩვენი შლაკების 80% წყალში ხსნადია. შესაბამისად, წყლის არა მარტო რაოდენობაზე, ხარისხზეა დამოკიდებული, ეს შლაკები შიგნით რჩება თუ გარეთ გამოვა. ანუ გჭირდება სათანადო რაოდენობით ცოცხალი წყალი. მერე, ძალიან მომეწონა ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის კომენტარი თუ ამ სახს არ მიხედავთო, სხეულზე იყო საუბარი, რომელ სახში აპირებთო ცხოვრებას, ხო და როგორც სახს, მასაც მისუფთავება ჭირდება თუნდაც ყოველდღიურად და გენერალური დასუფთავება წელიწადში ორჯერ მაინც თუნდაც ანტიპარაზიტული მაგალითად. და რაც თავარია, ხო, მანქანის მფლობელებმა ძალიან იციან კარგად, რომ თუ არ ჩაასხამეს შესაბამის საწვავს, მანქანა გაფუჭდება. ჩვენც ადეკვატური უჯრედული კვება გჭირდება. აი რა არის